ქრისტე მანცა ერთ გზის ცოდვათა ჩვენთათვის ივნო გვახსენებს პეტრე მოციქული რომ ქრისტე მოკვდა ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის მოკვდა. ესეთი სიტყვები ყოველთვის უნდა ახდენდეს განახლებას ჩვენი ქრისტიანობისა. ყოველთვის უნდა გვაძლევდეს мотивაციას დავფიქრდეთ, ესე იგი რა დღეში უნდა ყოფილიყავი მე და რა დღეში ვარ მე, რომ ჩემთვის გახდა საჭირო ღმერთი მოსულიყო ადამიანად და საშინელი ტანჯვით მომკვდარიყო. სანამ ადამიანი ამას ვერ გაიგებს, არა თეორიულად, არამედ საკუთარ თავზე ვერ მიხვდება ამას. მანამდე ეს ქრისტიანი არ არის. სხვათა შორის არის ხოლმე თქვა, როცა სანამ ადამიანი ამას ვერ ხვდება, ის ქრისტიანი არ არის, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამას თითქოს ადამიანი ხვდება, ეკლესიის წევრია და შემდეგ სამწუხაროდ ხდება, რომ იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, ან განეკეთებიან ეკლესიიდან და ხდება უცნაური რამ, რაღაც მათი დაცემის, მათი დეგრადირების გენეზისი როგორ ჩანს. და ადამიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ღვთისმეტყველი და სხვებისთვის ესწავლებინა, მე ადამიანთა საუბრებში იგრძნობა, რომ ვერ ხვდებიან რაში სჭირდებათ მათ იესო ქრისტე. ეს საჭიროება ქრისტეს ღმერთის მოვლინების ადამიანად და ჩვენთვის მისი სიკვდილი, ამით ჩვენი გადარჩენა, ამის საჭიროებას თუ ადამიანი ვერ გრძნობს, ან თუ ეს განცდა დაკარგა, ის უკვე ღმერთს სილდება. პეტრე მოციქული გვახსენებს, რომ ერთ გზის ცოდვათა ჩვენთათვის ივნო მართალმან ცრუთათვის. მართალი მხოლოდ ის არის, ყველა ჩვენ ცრუნი ვართ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ ძირშევე მოისხიპება რა ეს ჩვენი სიმართლე, ჩვენი სიმართლის პოზიციონირება და ჩვენი სიმართლით ცხოვრება, რომ არაფერს წარმოადგენს.